რაც დარჩა, თურმე მთლიანბაც უკვეთავ, ისინი ასე ცალკე შებრაწეს და ისიც მოგვიტანეს. შეგიძლია სახში წაიღო, ან იქვე დააგემონო. გავსინჯე და ცუდი არ იყო, თუმცა საკმაოდ მარილიანი იყო. აი, დამარინადებული გამოყვანილი ხორცის გემო ჰქონდა დაახლოებით რომ მიხვდეთ. ბოლოს რომ დავასრულეთ სადილი, მომსახურე პერსონალის გოგოები ჩვენთან მოვიდნენ და ჯერ ფოტოების გადაღება გთხოვეს, შემდეგ კი სოციალური ქსელებიც. Facebook, Instagram იქ არ აქვთ. TikTok-ი აქვთ, მაგრამ სხვანაირი TikTok-ია. ერთმანეთს ვერ ვპოულობდით. მოკლედ, ძალიან ბევრი წვალების შემდეგ ვერ მოვახერხეთ საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლა და ორივე მხარეს გული ძალიან დაგვწყდა. მართლა მენეჯერიც გამოვიდა და გაგვეცნო. ყველა ჩვენ დაგვტრიალებდა თავს. ბოლოს ელენეს საჩუქრებიც გამოუტანეს, იოგურტი, ვაფლი და შოკოლადები. ძალიან დიდი სიყვარულით და ზარზეიმით გამოგვაცილეს. ზოგადად ყველგან ასე არიან, რაც დავაკვირდი. ასეთი ხალხია. ძალიან საყვარლები არიან, მოკლედ. აბა რა სიტყვით, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ დააგემოვნებდით პეკინური იხვს. მე იმდენად მომეწონა, რომ არ ვიცი როგორ გავძლებ სახლში დაბრუნებული მის გარეშე. შემდეგ ვიდეოში პეკინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო ქუჩაზე გაკატარებთ. ასე რომ გამომიწერეთ თუ გაინტერესებთ და დაელოდეთ შემდეგ ვლოგს. აბა დროებით.